გაქცეული გიორგი გახარიას პარტია, გაქცეულია, აბა რა არის? შევიდა საქართველოს პარლამენტად წოდებულში. საქართველოს პარლამენტად წოდებულ შენობაში ესწრება და მომავალშიც დაესწრება სხდომებად წოდებულ რაღაც თავყრილობას, ეს ხო ვიცით. შევიდა რამდენ ხრიანი პრაქტიკულად ერთწლიანი დუმილისა თუ ბოიკოტის შედეგად კი არა შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ თავიდანვე დეკემბერში, იანვარში, თებერვალში ეტყობოდა, თითქოს კი არა, ნამდვილად ეტყობოდა, რომ ისინი ამას გააკეთებდნენ ერთი წელი მაინც, მოდი ასე ვიტყვი, გაძლეს, მაგრამ სიები არ ჩაუხსნიათ. გაძლეს და 12 დეპუტატად წოდებული, გამზადებული ჰქონდათ ამ 12 დეპუტატად, ანუ სიის პირველი 12 პირიდან ხო, სიაში ვის იყო 12 პირიდან, რამდენიმე მოყოლს რაოდენობა არ ვიცი, უარი თქვა უკვე ახლა თეო ნაკუბარდია მასე მაგალითად და სხვებმა პარლამენტში შესვლაზე, იმიტომ რომ ამ ადამიანებმა, ამ მოქალაქეებმა, ამ პოლიტიკოსებმა გაიგზეგანეს, მიხვდნენ და ისედაც იცოდნენ ასე ვიტყვი, რომ ეს არის უკანო რჩება უკანონო პარლამენტად. როგორ იქცევა ამ შემთხვევაში პატიოსანი და წესიერი უმრავლესობა, როგორ გგონიათ? ანუ უმრავლესობად წოდებული ბანდა ქართული ოცნებისა. უმრავლესობად წოდებული ბანდა ქართული ოცნებისა წესითა და რიგით თუ ისინი მოდი ასე ვიტყვი სულგრძელნი არიან და თუ მათ სჭირდებათ ოპოზიცია ან ოპოზიციად წოდებული, წესითა და რიგით თითოეული მათგანი პარლამენტის თავმჯდომარედ წოდებულიდან დაწყებული 99 დეპუტატით დამთავრებული ხელს უწვდიან გახარიას პარტიას და ეუბნებიან, რომ წესით უნდა უთხრათ, რომ ისი რა არის, მადლობა რომ შემოხვედით, ეხლა ვითანამშრომლოთ, აი აქ რაღაცა ეს კანონპროექტია, ის კანონპროექტია და ასე შემდეგ, მაგრამ ბიზი და ივანიშვილის კოზანოსტრამ ეს ყველაფერი რასაკვირველი არ გააკეთა და არა თუ არ გააკეთა, არამედ იქით დააყვედრა, დაამადლა, დააყვედრა გახარიას შემოსვლა და ვინ არ გააკეთა კომენტარი ამასთან დაკავშირებით, არა, ცხადია 99-ემ არ გაკეთა კომენტარი, 99-ს არ გაუკეთებია კომენტარი, მაგრამ აი ლიდერები თუ ლიდერებად წოდებულები პარლამენტად წოდებულში, თლად ზუსტი რომ იყო, ახმაბაღავდნენ და გახარიას ესე ნიშნი მოუგეს, გახარიას და მის პარტიას. მათ შორის იყო ვინმე ამასიათ ამ კაცზე წავიკითხე, ბევრი მილიონის ფლობელიაო, სიმართლე გითხრათ, მანამდე 2008 წლამდე, 2012 წლამდე, 2012 წლის შემდეგაც კარგა ხნის განმავლობაში 20-მდე თუ არ ვცდები 24-მდე შესაძლოა. მის თაობაზე მე არაფერი არ მსმენოდა და არაფერი არ ვიცოდი. მაგრამ ეს შესაძლოა ჩემი ბრალია, შესაძლოა ის ბარიკადებზე იდგა, როცა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას ებრძოდა, ჭყალებში რასაკვირველია ქართული ოცნების დღევანდელ ლიდერთა 99%. რასაკვირველია, არავინ არ ებრძოდა, მაგრამ აი თუ გინდათ ასე ვთქვათ, რომ ეს იყო აქტივისტი, რომელიც ბარიკადებზე იდგა, რომელიც თავისუფლებას ითხოვდა, ადამიანის უფლებებს იცავდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ამასობაში შემოსავალი მიიღო, როგორ უნდა ვთქვა, შემოსავალი მიიღო, მოკლედ შემოესავლა, აი გამარდახობს, რამდენიმე მილიონი ქეშად რაღაც ამდენი 10,000 და კიდევ ბანკებში რაღაცა და ასე შემდეგ კიდევ რაღაც უზრავი ქონე, მოკლედ კორცხალია ვინმე. ხო და ეს კორცხალია ეს ჟესტს არ გაჩვენებთ ცხადია რას ეუბნება, ხო, ჟესტით არ გაჩვენებთ იმას, რას ეუბნება, მაგრამ ამას კი ნამდვილად ეუბნება. ნახეთ, ეხლა თლად წუთი და 20 წამი არ მოусპიროთ მას, სოდოები ვართ, მაგრამ მაინც. თქვენი აქ შემოსვლის წინა პერიოდს რამდენიმე დღის წინ და ალბათ ძალიან ჭკვიანურად დაალაგებულ მესიჯ ბოქს სანამ შემოხვიდოდით აქ, რომ თორმე თქვენი 8%-ია მხოლოდ ლეგიტიმური. ერთი გახსოვდეთ და პირველ რიგში აი ამ დარბაზში გეუბნებით, მადლობა გაქვთ მოსახდელი თითოეული უმრავლესობის წევრობისთვის. ანუ ესე იგი გადაუარა, მადლობა გადაგვიხადეთ, საერთოდ რომ შემოგვიშვით, უკვე შემდგომ ამასაც ამბობს და ჩვენ აქ იმიტომ შემოგვიშვით, რომ ესეთი სულგრძელები ვართო, თორე შეგვეძლო თავისუფლად თქვენი დაბლოყვა ერთი წელი იმყოფებით რა ბოიკოტში აქედან გავდირი, ყველაფერს იმსახურებთ, ასევე ჩვენ ვეცით პატივი თქვენივე ამომრჩევლებს. არ არის ქართული ოცნება ის პოლიტიკური პარტია, რომელიც ეთანამშრომლება თუნდაც ამ ფსევდო ოპოზიციას, ყოველ შემთხვევაში ვერბალურად და საზოგადოებისთვის გასაგონად ყველაფერს აკეთებს, რომ ღირსებას კი შეულახოს იმ 12 თუ არ ვცდები დეპუტატს გახარიას ჩათვლით, ან გახარიას გარეშე, რა მნიშვნელობა აქვს, ვინც მაინც იკადრა
და გააправა ქართული ოცნება, ბოლომდე ქართული ოცნება გაправებული არც არასოდეს იქნება 24 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები ნებისმიერ შემთხვევაში დარჩება არალეგიტიმურ არჩევნებად, მითვისებული იქნება ქართული ოცნების ბანდის მიერ ძალაუფლება ნებისმიერ შემთხვევაში, მაგრამ გახარია კიდევ უფრო უარესი ჩაიდიდა, მან ჯერ ერთი წლის განმავლობაში რატო არ შედიოდა კარგად არ მესმის თუ მაინც და მაინც შესვლა უნდოდა თუ ახლა ნანობს მაშინ უნდა გითხრას რა არის მისი გზა შიგნიდან გამორღვევა კომუნისტებისა შიგნიდან გამორღვევა ბოლშევიკებისა შიგნიდან გამორღვევა რუსული ძალისა პრაქტიკულად არის წარმოუდგენელი ეს არის ისეთი ილუზია რომ ვინმე გონებოდა რომ საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობას ესწრებიოთ 80-იანი წლების მიწურულს ასე მაგალითად 70-იანებში და იქ 70-იანებში დაშსუკრავენ ბრეჟნევს და შენ გეგონოს შენ წარმოგიდგენა გქონდეს ამგვარი რომ აი რომელიღაც იდამზე ტაშს არ დააკრევინებ ბრეჟნევისათვის ბრეჟნევია ბიზიდა ივანიშვილი ისედაც ემსგავსება მეთქი არა ისეთი წარმები არა აქვს როგორც ლეონიდ ილიჩს ჰქონდა მაგრამ ბრეჟნევია ბიზიდა ივანიშვილი და ვიდრე ის არის ვიდრე კორცხალიებიც თუ რაგვარიც არის ესენი არიან ბევრ ფულს რომ შეულობენ ოღონდ ხვალზე ეგრეობ შეიძლება სკვანჩულნი იყვნენ და ბორკილდადებულნი მანამდე ბიზიდა ივანიშვილი არის და მასთან თანამშრომლობა თუნდაც დაგითმოთ ეგ რა მაგის პასუხია 5 საკითხიდან 1 ან 7 საკითხიდან 2 ხო მასთან თანამშრომლობა წარმოუდგენელია ყველა გენერალურ საკითხში ყველა მნიშვნელოვან საკითხში ბიზიდა ივანიშვილი მიანგრმოვანგრებს ამ ქვეყანას და თქვენგან გახარიას მიმართავ ამ შემთხვევაში და იმ დეპუტაციას რომელიც შევიდა თქვენგან ექნება გაპრაება დამოუკიდებლად იმისა თქვენ ხელს აუწევთ თუ არა მის მიერ ქვეყნის დანგრევას თუმცა ეჭვი მაქვს რომ რიგ საკითხებში შეიძლება აუწიოთ კიდეც და წაეთანამშრომლოთ რაღაც 57 ხარისხოვან საკითხებზე მაშინ როცა პირველი 56 საკითხი იქნება საქართველოს ოკუპაციისათვის ხელშემწყობი საკითხები. ახლა ეს ყველაფერი გარდა ყველაფრის არის საინტერესო სხვა კონტექსტში. ისიც თქვენ რომ ბიზიდა ივანიშვილის ხელისუფლება წოდებული ბანდა თუ არ ვწდები დღეს აპირებს შემდეგ რამე ეს ხელისუფლება წოდებული ბანდა, ანუ პაპუაშვილი და სხვები, აპირებენ რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართონ დავთარი მიიტანონ, რომ გაუქმდეს ეს პარტია და ასე შემდეგ ჩამოვასახელოთ ალფავიტის ან მნიშვნელობის ან რა ვიცი რაღაცა პრინციპით იყოს დალაგებული სია გასაუქმებელი პარტიებისა უთუოა რასაკვირველია რომ ნაციონალური მოძრაობა მოხდება და მოდი ასე ვიტყვით უგნებავთ ასე ავხსნი კი ვინეკავს ვიღაცა მაგრამ მე რამე გაუთიშე ახლა მოდი ასე ვიტყვი რომ პატივი რამდენად სწორი სიტყვა არ ვიცი მაგრამ ხო ქართულ ოცნებასთან თანამშრომლობას ქართული ოცნების მიერ გაუქმება შენი გაუქმება სჯობს თანამშრომლობას ყველაფერი სჯობს აკი გითხარით ხო და რატომ ყვები ამას და რატო გიამბობთ რომ კითხვა ასეთია ნაციონალური მოძრაობა დროა გირჩი ახალი ფედერალისტები არ ვიცი კიდე სხვადასხვა პარტიები ხო ნაციონალებთან აფილირებულები ოდესღაც და ასე შემდეგ მოხდებიან ამ სიაში. აი კითხვა ასეთია მოხდება თუ არა იაგო ხვირჩიას გირჩი და მოხდება თუ არა გიორგი გახარიას პარტია რასაც გვასქვია ხო გახარია საქართველოსთვის თუ არ ვწდები. და თუ არ მოხდება გახარია ეს გამოდის ამგვარი რამ რომ მან იყიდა პირდაპირ მნიშვნელობით არა ცხადია რომ ფული რაში ჭირდება ეხლა სადა აქვს გახარიას მაგრამ მაინც მან იყიდა კეთილგანწყობა არა პირდაპირ მნიშვნელობით იყიდა კეთილგანწყობა თვით იმისა ოლიგარქისა შევიდა რა პარლამენტში და უნდა ითამაშოს რა ოპოზიციონერობანა სიმართლე გითხრათ ჩემი წარმოდგენით მამუკა ხაზარაძის ყიდვასაც ცდილობდა ბიზიდა ივანიშვილი ჩემის შეფასებით მაგრამ მამუკა ხაზარაძემ შეცდომა დაუშვა არ ვიცი ახლა ხდებიან თუ არა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა გულში მაინც თუ ხდებიან რომ იყოს შეცდომა მაგრამ მამუკა ხაზარაძე არ მათ შორის იმიტომ რომ სიები ჩახსნილი ჰქონდა ლელოს ძლიერ საქართველოს არ წავიდა ამ კოოპერაციაზე არასდიდებით და ეს საითხო ვაკრიტიკებ ბოლო რამდენიმე თვეა ხაზარაძეს და ხაზარაძის ჭკუს მაგრამ ეს კი უნდა დავუფასოთ და ეღაზე კი უნდა ვთქვათ ორი კარგი პოზიტიური სიტყვა ბაშ გააუქმებს თუ არა ბიზიდა ივანიშვილი გახარიასაც It's a question, ხო, ეს არის კითხვა. მე მგონია რომ ქართულ ოცნებაში არის ორი დაჯგუფება, მე როგორც ხვდები. ერთი ამბობენ რომ იყოთ ბოლომდე ეს კორცხალია თუ რაგვარიც არის, ამის წარმომადგენელი იქნება, ბოლომდე გადავუაროთ, ბოლომდე გადავთელოთ გახარია, იმიტომ რომ ეგ მაინც ცუდი კაცია
ხოლო მეორენი ამბობენ რომ დავინდოთ გახარია რაღაი ის შემოვიდა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოდ წოდებულ პარლამენტში ამას ამბობენ მეორენი და გავუგოთ ორივესაც გავუგოთ არ დავეთარხმოთ პირველს და არც მეორეს საბოლოო ჯამში ქართული ოცნების ბანდა დამოუკიდებლად იმისა კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით რა პოზიციები აქვთ გამოჩნდება დღის განმავლობაში თუ არ ჩნდები ვის გაუქმებას სთხოვენ ტურავას საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელიც სიამოვნებით აწევს ორ ხელს იმაზეც კი, რომ გაუქმდეს ესა თუ ის პარტია და ყველაზე მნიშვნელოვანი არანაკლებ მნიშვნელოვანი არის ის, რომ იქნება სია, სიმართლე გითხრათ, კარგად ვერ ხვდები, რამდენი კაციანი სია იქნება წარდგენილი პაპუაშვილის მიერ გასაუქმებელთ, ანუ ვერ ასარჩევთა სია, რომ არ უნდა აირჩიოს, რომ არ უნდა იყვნენ არჩეულნი, რამდენი კაცი იქნება შესული იმ სიაში დაწერილში მდიდარაძის, პაპუაშვილის, კობახიძის და სხვათა მიერ და არა მხოლოდ პოლიტიკოსები, ეგრაბაგის პასუხია და არა მხოლოდ ის პოლიტიკოსები, რომლებიც 2003-2012 წლებში ხლაპნი იყვნენ, ანუ ბავშვები იყვნენ, ხო? არამედ ისინიც შევლენ, რომლებიც ხლაპნი არ იყვნენ და ისინიც ვინც ხლაპნი იყვნენ, ამის ყველას შეიყვანს ამის თქმა მინდა და გარდა პოლიტიკოსებისა შეიყვანს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ჟურნალისტებს, სხვეს და სხვეს, მოკლედ ქართული ოცნების მიმართ კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს. აი ამ პირობებში შედის გიორგი გახარია საქართველოს საკანონმდებლო ორგანოდ წოდებულში და კითხვა ამგვარია, თუ ნებავთ მას რომ უყვარს იმ რუსულ ენაზე ვიტყვი ვაპროს такой, ხო, რა არის, რას გავს ეს ყველაფერი. რას გავს და არც არაფერს არ გავს. ეს გავს იმას, რომ სულ არ ვიდოდე ხა თემის გახსენება, მაგრამ მაინც ეს გავს იმას, რომ საზოგადოების ერთ ნაწილს, მათ შორის ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების და ფეისების, ეგრეთ წოდებული ფეისების ერთ ნაწილს, ასე ჰგონია, ან ასე პოზიციონირებს, რომ ისინიც, ანუ ქართული ოცნება, ისინიც, ხო, მართლები არიან. მართლები არიან, ნაწილობრივ მაინც მართლები არიან. არ მინდოდა ამ თემაზე საუბარი, სიმართლე გითხრათ. ხო, ნაწილობრივ მართლები არიან. იმათაც უნდა გავუგოთ, ისინიც იმათაც აქვთ თავიანთი არგუმენტები და ასე შემდეგ. და ის ქართული ოცნება რეალურად ამომგდებია ქართული სახელმწიფოსთვის. მე კითხვა მაქვს ჯარისკაცს, რომელიც მონაწილეობდა 1921 წლის ოკუპაციაში, საქართველოს ოკუპაციაში, მაგალითად 20 წლის თავზე ოკეი ომი დაემთხვა. მეორე მსოფლიო ომის ომად წოდებული ნაწილი, ხო, 41-ში, ანუ ვთქვათ 30 წლის თავზე თუ ის ცოცხალი იყო და იქნებოდა ქართველი ვინმე, რომელიც მონაწილეობდა საქართველოს დანგრევაში 30 წლით ადრე, ანუ 1921 წელს, უყვარდა შვილები, მეგობრები, შეიძლება ხელგაშლილიც იყო და შეიძლება გულგაშლილი, ცხოვრობდა სადმე სოფელში და თოხნიდა ან თიბავდა, არაჩვეულებრივ ლობიოს აკეთებდა, არაჩვეულებრივ მჟავეს მიაყოლებდა, არაჩვეულებრივ თხელ ან არათხელ ღვინოს სვამდა და სადღეგრძელოებიც ჰქონდა კარგი. ამადა და მოკვდა. იმ ადამიანის დანდობა იქნებოდა. მე გეტყვით, რომ გარზე არაფერს ამბობენ, მათ შორის იმ ჯარისკაცზეც, რასაკვირველია, მაგრამ ის კაცი, ხო, ეგეთი ატო არ ამბობენ, კარგად არ მესმის. თუნდაც არ გაციებულ მკვდარზე, მაგრამ კარგი, ეს გავარებოთ ეხლა ეს თავი, ეხლა შორს წამიყვანს ამაზე მსჯელობა. ის კაცი 51 წელს მკვდარი, გარდაცვლილი, 1921 წელს, ანუ 30 წლით ადრე საქართველოს დამოუკიდებლობის დამასრულებელი. ხო, უნდა ეგლოვა 50-იანი წლების დასაწყისის საზოგადოებას, რასაკვირველია არა. და მათ შორის არ უნდა ეგლოვა, განსაკუთრებით იმ საზოგადოებას სად იყო, მაგრამ მაინც ვინც საბჭოთა კავშირთან იყო შეპირისპირებული. აი, არ მინდა ეხლა უფრო მძიმე სიტყვები ვთქვა, მაგრამ როდესაც ასე მაგალითად იგორ გიორგაძე მოკვდება, ძაღლი მიკოდომია სულში მეთქი მასზე, სანამ გაციებული იქნება, სანამ ჩამოასვენებენ, თუ მაინც და მაინც თბილისში ჩამოასვენებენ, ეს უნდა ითქვას ჩემი აზრით. და ესეთი იგორ გიორგაძე ერთი კი არ არის, ბევრია ჩვენ სინამდვილეში, არა იგორ გიორგაძის ან ასლან აბაშიძის მასშტაბისა, მაგრამ ბევრი კი არის. ხო და თუ ჩვენ ამას არ ვამბობთ, ხო, თუ ჩვენ ამას არ ვამბობთ გარკვეული ფორმით, გარკვეული შინაარსით, გარკვეული დროის შემდეგ, გარკვეული და ასე შემდეგ, პირიქით, აი ახლა სანამ გაციებული არის და ვამბობთ იმას, რომ გიორგაძე იგორს კარგი საქმეები ჰქონია გაკეთებული, ой, რა კარგი მეგობარი იყო და ადრე გამომიგზავნა რაღაც 7 ლიტრა კონიაკი ან ბავშვობაში არაჩვეულებრივად ერთობოდით ერთად, ხო? თუ ამას ვამბობთ, მაშინ ჩვენ ვამბობთ იმას ამით,
ჩვენ საზოგადო პირები ბჭყალებში, რომ ჩვენ ერთგვარად ვპატიობთ იგორ გიორგაძეს იმ უკეთურებებს კი არ დანაშაულებს ჩადენილებს საქართველოს წინააღმდეგ. ასეთი ბევრია. ახლა ხმარს არ დავასახელებ. ახლა გარდაცვლილი რამდენიმე დღის წინ ახალგაზრდა კაცი ოჯახის წევრებს ცხადია უნდა დაენანოთ, აბა რა უნდა ქნან შვილებს, მეუღლეს, ახლობლებს, მეგობრებს, მეცაც გეტყვით. საჯაროდაც შეუძლიათ გამოფინონ მისი ფოტოები და იტირონ. მაგრამ ასე ჩემოგარგებო ჩვენგან რაც არ უნდა კარგი ურთიერთობა გქონოდა ინდივიდუალურად ამაც გარდაცვლილ ახალგაზრდა კაცთან, ხო? ახალგაზრდა იმ კაცთან, რომელიც თუ გულახდილები ვიქნებით მის საჯარო პოსტებს ჩავხედოთ, იყო დაუნდობელი არა მხოლოდ ჩვენს, არამედ საქართველოს მიმართაც, ხო, ასე ჩვენგან საყოველთაო და საჯარო სამძიმარი ჩემი აზრით არასწორია, იმიტომ რომ ეს ახალგაზრდა კაცი რაოდენ სამწუხაროს უნდა იყოს გაფუჭებული და ყველაფერი ბიზიდა ივანიშვილის და რუსეთის გაფუჭებულია. გაფუჭებული ბიზიდა ივანიშვილის მიერ, გაბოროტებული და გავეშებული ბიზიდა ივანიშვილის მიერ, ორჯონიკიძის ჯარისკაცებული თავად ორჯონიკიძე ბიზიდა ივანიშვილის მიერ იყო საქართველოს ამომგდები. თლად სიმართლე ეს არის. ამიტომ გასაგებია რომ ვინმე მომხრე მისი მეგობარი, მისი ახლობელი, მისი ტირის გლოვს და საჯაროდაც, მაგრამ ცოტა გამკვირვებია ჩემს გვერდით, ან მე ვის გვერდითაც ვარ იმათი, ვინც ამ ახალგაზრდა კაცის პიროვნულ თვისებებზე ამახვირებს ყურადღებას და რატომღაც შემოვიწყდებათ ხოლმე ის, ჩვენ ხო საჯარო სივრცეში ვართ, ის საზოგადოებრივი უკეთურობანი და არა მხოლოდ უკეთურობანი, რგილად ვამბობ, არამედ დანაშაულები, რომელიც წუხვან, მაგრამ ამ ახალგაზრდა კაცს ჩაადენიდა ბიზიდა ივანიშვილმა და იმ რეჟიმმა, იმ სისტემამ, რომელიც ბიზიდა ივანიშვილს მას შექმნა, ამავდროულად ჩვენ ყველას ჩვენი თავი გვაბია. რაც უნდა მოგვახვიოს თავზე ბიზიდა ივანიშვილმა, ან სისტემამ, რომელიც ბიზიდა ივანიშვილმა ჩამოვაყალიბა, ჩვენ უნდა გქონდეს ყოველთვის პატარა ნახრეთი მაინც, ჭუჭრუტონა მაინც, რომ გავუძვრეთ თუ მაინც და მაინც ეს სიტყვა სწორია, გავუძვრეთ, დავუსხლტეთ ბიზიდა ივანიშვილ ბანდიტს და აი ამ ახალგაზრდა კაცმა, რომლის გვარიც ახამდე მიაქციეთ ყურადღება, აქამდე არ დამისახელები და არც ვაპირებ, ეს ყველაფერი ვერ მოახერხა, თორე ისე რო იცოდეთ სავლე, იქცა პავლეთ, სავლე, რომელიც ქრისტიანებს დევნიდა და იქცა პავლე მოციქულად. ეს სულ მუდმივად არის, ამ თავარია დროულად კი არა, სიცოცხლეშივე იქცე სიკეთის მსახურად, თავისუფლების ცველად ჩვენ სინამდვილეში და თავარია შენ როგორღაც გაემიჯნო იმ საკუთარ თავს, რომელიც დევნიდა და ავიწროებდა თავისუფლების მოყვარეებს, თუ მოახერხე, თუ ვერ ახერხებ, ხო? ესე იგი ვიტყვი ასე და არხეული გაქვს, არ მინდა ეხლა მძიმე სიტყვების თქვა გარდაცვლილზე, მაგრამ მაინც იგლოვონ მისმა ახლობლებმა, მაგრამ საგლოვი იგორ გიორგაძეთა ჯარისკაცების თაობაზე ჩვენ არაფერი გვაქვს ჩემი აზრით. მე ყოველ შემთხვევაში ვერაზდიდებით მას კი არა, ჩემი უახლოესი მეგობრის თაობაზე რომ გავიგო, რომ ის არა თუ მომხრე ჩვეულებრივი, არამედ ბოძალადეა, რომელიცაც აქვს პოსტები, სტატუსები, რომ მოკალით უტრინებ ცხადია, მოკლედ გადააუარეთ ოპოზიციას და მოკალით ინდივიდი, რომელიც ამ ოპოზიციაში არის, დაჩაგრეთ მაქსიმალურად და ასე შემდეგ და იხსენებულ კაც მსგავსი პათოსის სტატუსები ჰქონდა, ბაპატიეთ, მაგრამ ჩემს უახლოეს მეგობარზეც კი ვიტყვი, რომ მე გაჩუმებული ვარ კი არა. პანაშვიდზე არ მივალ, გულახდილად ვიტყვი, მე პერსონალურად ეს არის ჩემი არჩევანი. დაგებშვიდობებით.